კაი გამარჯობა შენ ახლა ვინც მიყურებ, მე ვარ დამიანე გორდელაძე, იგივე მარტო კაცი. თქვენ ძირითადად ჩემთან ნახულობთ ქართულ ხალხურ სიმღერებს, საეკლესიო საგალობლებს, მაგრამ დღეს არის 9 აპრილი და მინდა გითხრათ 9 აპრილის შესახებ და მოგიყვეთ ჩემი გუშინდელი ამბავი, რომელიც ისეთი ნიშანდობლივია. სანამ დავიწყებდეთ, შეგვიძლია გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარისღილაკი, დიდად დამავალებთ. მოკლედ გუშინ შევედი ჩემს ჯგუფში, მე ვასწავლი ქართულ ხალხურ სიმღერასა და გალობას და ბავშვები იყვნენ 8 წლიდან 13 წლამდე დაახლოებით. ერთ-ერთმა მომილოცა, გილოცავთ მასწავლებელო 9 აპრილსო. გამიხარდა, ესე იგი ბავშვმა იცის. მე მოვაყოლეთ, რომ აი რატომ მილოცა, მეთქი ხო არ იცი, რა დღეა და იმიტომ ახლა იგივე ამბა გიორგობას, ხო, კაცი აწამეს, ბორბალზე გააკრეს და რას ულოცავთ? გიორგობას გილოცხო ულოცავთ ერთმანეთს. იმ შემთხვევაში გიორგიმ გაიმარჯვა, წმინდა გიორგიმ ქრისტიანობის სახელით, ურწმუნობაზე და თავისი რწმენით დაამარცხა ურწმუნოება, გაიმარჯვა, აჩვენა დიდი ესეთი გამძლეობა ხო რწმენისა, სიმტკიცე და ამას ულოცავთ რწმენის გამარჯვებას ურწმუნობაზე. 9 აპრილსაც ერთის მხრივ ტრაგედიაა ჩვენმა ერთმორწმუნე ძმებმა დახოცეს ნიჩბებით, ხო? ახალგაზრდები, ჩვენი თანამოქალაქეები და ეს ტრაგიკული ფაქტია, თავისთავად ესე აღებული, მაგრამ მეორე მხრივ რა არის, რატო ულოცავთ ერთმანეთს? შეიძლება მიულოცოთ, რომ ეს არის თავისუფლებისათვის ბრძოლაში გამარჯვება, დამოუკიდებლობის გზაზე, რაც დაგვირგვინდა კიდევაც რამდენიმე წელიწადში საქართველოს დამოუკიდებლობით და დღეს მეტნაკლებად ვინ როგორ თვლის ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფო ვართ. რატომ წერ ამ ვიდეოს, რომ იმ ერთადერთმა ბავშვმა ჯგუფში იცოდა ამის შესახებ, თუ რა დღეა ეს? დანარჩენებმა არ იცოდნენ, ისიც კი არ იცოდნენ, როდის მოხდა. ერთ-ერთი იცოდნენ, რომ დასვენებაა და უხაროდათ, რომ აი მე დავისვენებ სკოლიდან. რა თქმა უნდა, ნახევარი საათი გადავდეთ სიმღერა და დავიწყე ამის ახსნა, რომ რა დღეა, როდის მოხდა, რატომ მოხდა, რისთვის, რომ ასე შემდეგ. ამაზე ვისაუბრეთ. იმ რამდენიმე ბავშვს მე კი გავაგებინე, მაგრამ ზუსტად ეს მინდა გთხოვოთ, რომ თუ გყავთ შვილები, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან, ან ახლობლები, ან მეზობლები, აუცილებელია ხალხო, ამაზე ჩვენ ველაპარაკოთ, ბავშვებს ვისაუბროთ. მას შემდეგ რაც კი აი ბავშვს უკვე აქვს იმისი აღქმა, რომ მისი ასაკიდან და გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ცნობიერი შემოდის მასში და იწყებს რაღაც აზროვნებას, თუნდაც ბავშვური ენით, რომ აუხსნათ რა მნიშვნელობის დღეა. ხალხმა ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე იმისთვის გაიღო, რომ მე ახლა აქ თქვენ ქართულად მოგმართავთ, რომ ჩვენ გვეცხოვრა დამოუკიდებელ სახელმწიფოში. რა თქმა უნდა, ახლა მეტნაკლებად ისევ შემოვარდება ვიღაცა და რა ის დამოუკიდებლები კაცო, იგი აგი, ასე ამბობენ, მაგრამ სუვერენულ სახელმწიფო ხო, საქართველო, მათი დიდი ბრძოლით, მათი სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა მათ შორის. ასე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობის დღეა და ჩემი აზრით ბავშვებმა უნდა იცოდეთ. უბრალოდ დამენანა რა, გულზე მომხვდა, რომ ბავშვებმა არ იცოდნენ ამის შესახებ, რომ თან ახლა ის ხო არ არის რა, სადღაც ეგ პირველ საუკუნეში ვიღაცა აგერ ახლა იყო. აგერ ახლა მოხდა სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არ იყვნენ გაჩენილი, არც მე არ ვიყავი, ხო? 97 წელს გავჩნდი, მაგრამ მაგარი დღეა რა, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი იმისთვისაც, რომ ვიცოდეთ, საით უნდა წავიდეთ. მინიმუმ ეს რომ ვიცოდეთ, რომ წარსულის ცოდნა გქონდეს, რომ მომავალში იგივე შეცდომა ვერ დაუშვათ. ყოველთვის ეს არის მნიშვნელოვანი. იმ კაცის არ იყოს. აწმყო შობელი წარსულისაგან არის შობელი მომავალისაო, ხო? მე ვარ ოზურგეთის სოფელი ლიხაურიდან და ლიხაურიდან იყო ნინო თოიძეც, რომელიც იმ დღეს უკვე გამოსული, აი ამ ამბიდან მიბრუნდა თავისი მეგობრის დასახმარებლად და მაშინ ჩაარტყეს ნიჩავი თავში და მოკლეს. სულ მადლობას ვეუბნები აღდგომასაც გავდივარ საფლავზე და ახალაც მადლობას ვეტყვი, რომ მადლობა, რომ აი მე და თქვენ ცხოვრობთ დღეს დამოუკიდებელ სახელმწიფოში და სწორედ მათი დამსახურებაა და მათი თავგანწირვის დამსახურება. მეტი რა უნდა იცხოვროს ადამიანმა. 28 წლის ვარ და რა მიცხოვრია და 25 წლის ნინო თოიძემ რამდენი შეძლო, რომ მე და თქვენ ვიცით, ჩემ შვილებს ეცოდინება. იმათ შემდეგ თაობებს ეცოდინება, რომ ნინო თოიძემ თავი გაწირა, ამ შემთხვევაში ეს კრებსითია ნინო თოიძე, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი დაიხოცა. თავი გაწირა საქართველოსთვის. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთო ცხოვრებაში. მოკლედ, მოვუყევით ბავშვებს 9 აპრილის შესახებ. არა მარტო 9 აპრილის, მაგრამ ეს დღევანდელ დღეს ეხება, ამიტომ ჩავწერე ეს ვიდეო.
გულზე მომხვდა გუშინდელი ამბავი მართლა და. გაბეიწერეთ ჩემი არხი, უფრო მეტი ვიდეოებისა, უფრო მეტი სიმღერებისა, ჩვენ კიდე შევხვდებით. აბა კარგად.